გამარჯობა, მე ვარ ლიკა ჭყონია, ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტის დამფუძნებელი და დირექტორი. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი პოდკასტების სერიას საუბრები ინვიტრო განაყოფიერებაზე. დღეს სტუმრად გვყავს ნატო შამუგია, რომელიც არის მეანგინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, არის მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი და დღეს ნატოსთან ერთად ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე, რაც არის რას ნიშნავს წარუმატებელი ინვიტრო განაყოფიერება და როგორ ვიქცევით ისეთ დროს და რა გამოსავალს პოულობთ პაციენტებისთვის, რომ მათი ეს მკურნალობა გახდეს წარმატებული. მე მინდა გითხრათ, რომ ნატოს მოსმენა დღევანდელ პოდკასტში ყველა პაციენტისთვის და ჩვენი კოლეგისთვის არის ალბათ ძალიან დიდი შესაძლებლობა, რადგან შემიძლია გითხრათ, რომ ნატო არის ექსპერტი ამ სფეროში და ჩვენთვის ძალიან დიდი იმედია, რომ ნატო ჩვენს გუნდს შემოუერთდა და ბევრი პაციენტისთვის ეს იქნება მათი სერიოზული პრობლემების გადალახვის შესაძლებლობა. გამარჯობა ნატო. გამარჯობა გაბადნლიკა. უღრმესი მადლობა ესეთი თბილი წარმოდგენისთვის. და მეც ბედნიერი ვარ, რომ ამ კლინიკაში ვარ და თქვენი გუნდის წევრი გავხდე. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ძალიან გლობალურ სერიოზულ თემაზე, რომელიც ძალიან რთული არა მარტო ჩვენთვის, მთელი მსოფლიოსთვის. და ჩვენ ალბათ დღეს ვისაუბრებთ მაგაზე, თუ რას შვებით, როცა ვამბობთ წარუმატებელ დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებზე და ალბათ აქ უნდა ვთქვათ ის, რომ დღესდღეობით უფრო სწორი ტერმინია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები, მაგრამ ვინაიდან ჩვენ პაციენტებისთვის ვაკეთებთ ამ პოდკასტს, ალბათ გადავალთ უფრო ჩვეულ ტერმინოლოგიაზე და ალბათ ვიტყვით ესეთ ტერმინს, როგორც ინვიტრო განაყოფიერება. ნატო, როდესაც საუბრობთ წარუმატებელ დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებზე, ინვიტრო განაყოფიერებაზე. როგორ აუხსნიდით პაციენტს, რას ნიშნავს, რა ტერმინოლოგიას ვიყენებთ ახლა ამჯერად და როგორ ხსნით აი ამ მოვლენას, რომ გვაქვს წარუმატებელი ციკლი, ვთქვათ. ბოლო 2 წლის მანძილზე შეიცვალა ჩვენი მიდგომები ამ დიაგნოზის მიმართ და ეშრეს, ანუ ევროპის ასოციაციის მონაცემებით, ჩვენ წარუმატებელ IVF ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ, როცა გვაქვს ემბრიონის განმეორებითი წარუმატებელი იმპლანტაცია, ანუ როცა ემბრიონის გადატანის შემდეგ ვერ ვიღებთ ორსულობას. და აქ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდის ვამბობთ ჩვენ წარუმატებლობაზე. წარუმატებლობაზე ჩვენ ვსაუბრობთ, როცა გადავიტანეთ 2 გენეტიკურად გამოკვლეული ჯამრთელი ემბრიონი და ვერ დადგა ორსულობა. ოღონდ 2 გადავიტანეთ სხვადასხვა დროს, ხო? 2 გადავიტანეთ სხვადასხვა დროს. ეხლა ვსაუბრობთ 2 გადატანაზე, არა 2 ემბრიონზე. და აქ მნიშვნელოვანია ახალი რაც არის ამ განმარტებაში, ანუ ჩვენ ამ განმარტებაზე ვსაუბრობთ, როცა უნდა მივიღოთ ჩვენი პროგნოზით 60%-ზე მეტი ჯამურად უნდა მივიღოთ, ანუ ჯამურა 2 ემბრიონის გადატანის შედეგად, ორჯერ ჯამრთელი ემბრიონის გადატანის შედეგად, ჯამურად უნდა მივიღოს 60%-ზე მეტი ალბათობა ორსულობის დადგომის და თუ ვერ ვიღებთ აი ამ ჯამურ 60%-ზე მეტ ორსულობას, ჩვენ უკვე ვსაუბრობთ წარუმატებელ დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებზე. ასევე ალბათ წარუმატებელი ინვიტრო განაყოფიერება შეგვიძლია ჩავთვალოთ, როდესაც ადამიანი ორსულდება, მაგრამ შემდეგ კარგავს ამ ორსულობას, თუ არა? ჩვენ ესეთ შემთხვევაში ვამბობთ ჩვეულ აბორტზე. არა აქვს მნიშვნელობა ეს ინვიტრო განაყოფიერების იყო მიღებული ეს ორსულობა თუ ფიზიოლოგიურ ციკლში. იმ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ ჩვეულ აბორტზე.
წარუმატებელ ორსულობაზე და არა წარუმატებელ მკურნალობაზე. მკურნალობაზე. კი ბატონო, და აი როგორ რას ცდილობთ, აი მინდა რომ კარგად წარმოიდგინონ ჩვენმა მაყურებლებმა, აი რას ცდილობთ, რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ და შევთავაზოთ პაციენტს წარუმატებელი ინვიტრო განაყოფიერების შემდეგ. აი რა შეიძლება დამატებით იყოს მისთვის, ეს ემბრიოლოგია იქნება, ეს თუ კლინიკური მხარე, თუ გენეტიკა, აი რა შეგვიძლია რომ შევთავაზოთ ადამიანებს. ცით როცა წარუმატებელ იმპლანტაციაზე ვსაუბრობ, ძალიან მინდა პაციენტამდე მივიდეს ის ინფორმაცია, რომ ერთხელ გადავიტანეთ ემბრიონი და არ დადგა ორსულობა, პაციენტმა არ უნდა ინერვიულოს და მაინც იმედი უნდა ჰქონდეს პაციენტს, იმიტომ რომ სამწუხაროს მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი 78 წლიდან არსებობს ეს მეთოდი, დღესდღეობით ზედაზღვარი საუკეთესო არის ლაბორატორიებში 60-65%, ისიც თუ ემბრიონი არის გენეტიკურად გამოკვლეული. ამიტომ ჩვენ უნდა იცოდეს პაციენტმა, რომ არ უნდა გაჩერდეს და ეს ის ზღვარი არის, რატო ვსაუბრობთ ჩვენ საერთოდ წარუმატებელ იმპლანტაციაზე, ეს ის ზღვარი არის, როდესაც რაღაც ტაქტიკა უნდა შევცვალოთ და უფრო ღრმად გამოვიკვლიოთ პაციენტი. ანუ როცა გადავიტანეთ ორი გამოკვლეული სრულიად ჯანმრთელი ემბრიონი, ვიზუალურად კარგი მორფოლოგიით, გენეტიკურად ჯანმრთელი და ორსულობა არ მივიღეთ, აი მაშინ უნდა დავიწყოთ პაციენტის უფრო ღრმა გამოკვლევა. არის ფაქტორები მართვადი, ანუ როცა შეგვიძლია რაღაც შევცვალოთ, და არის სამწუხაროდ ისეთი ფაქტორები, რომელსაც ვერ ვცვლით. და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ეს არის ქალის ასაკი. ამას ფაქტიურად ვერ ვცვლით და ის ცვლილებები, რასაც იწვევს ასაკი, ჩვენ ვერ ვცვლით. მეორე ფაქტორი არის შემცირებული ოვარიული რეზერვი. თუ ოვარიული რეზერვი შემცირებულია, სამწუხაროდ ჩვენ ვერაფერს ვერ ვცვლით. და მესამე, ის რასაც ვერ მართავთ, ეს არის ფაქტიურად ის დაავადებები, გინეკოლოგიური თუ საერთოდ სომატიური სხვა დაავადებები, რაც მკურნალობას არ ექვემდებარება. სხვა ფაქტორების მართვა ჩვენ შეგვიძლია. ნატო, ქონია ესეთი შემთხვევები, რომ თქვათ პაციენტს გადავუტანეთ ერთხელ, ვერ დადგა ორსულობა, გვაქვს გაყინული ემბრიონები და პაციენტმა შეწყვიტა მკურნალობა. ქონია ესეთი შემთხვევაც, რომ მივიღეთ ორსულობა, პირველ ჯერზევე გვაქვს გაყინული ემბრიონები და სადღაც 10 წლის მერე მოგვიბრუნდა პაციენტი და ისევ მივიღეთ ორსულობა და მეორე შვილიც გააჩინა. და ასე ქონია ბევრი შემთხვევა სხვა. აი იმ პაციენტებს ეს არის ემოციური მათთვის სირთულე, რომ გადალახონ ეს კიდაც ერთი წარუმატებელი გადატანა ემბრიონის. ამ შემთხვევაში ალბათ თქვენი როლი როგორც ექიმის, ნახევრად ფსიქოლოგების ძალიან დიდია, რომ მათ ავუხსნათ, რომ ერთხელ წარუმატებელი ინვიტრო განაყოფიერება, ანუ გადატანა ემბრიონის არ ნიშნავს იმას, რომ მან უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და აი როგორ ურჩევდით, რას ურჩევდით პაციენტებს ამ შემთხვევაში. ჩვენ ზუსტად თქვენთან ვისაუბრეთ, გუშინ თქვენ მითხარით თქვენი кейსები, ჩემი აი ძალიან ბევრი პაციენტია ესეთი, როცა არ დგება ორსულობა, ფსიქოლოგიურად პაციენტი ვერ აგრძელებს ან არ აგრძელებს და წლობის მერე გვიბრუნდება და ვიღებთ ჩვენ არაერთ ორსულობას. და ისეთ როცა პაციენტს აქვს ეს გაყინული ემბრიონი, ეს რაღაც თავისებური დაზღვევა არის პაციენტის თავისი რეპროდუქციული მომავლის. იმიტომ რახან გაყინეს ემბრიონი, ყინავენ ყველგან მსოფლიოში, ყველა ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში ისეთ ემბრიონს, რომელიც არის პერსპექტიული იმისთვის, რომ გადაიტანონ და ორსულობა დადგეს. ამიტომ სანამ პაციენტს აქვს გაყინული ემბრიონი, ეს ყოველთვის მაგის შანსია, რომ ყოველ გადატანაზე
ჯამური ალბათობა ორსულობის დადგომის იზრდება და ფაქტიურად როცა ვსაუბრობ წარუმატებელ იმპლანტაციაზე რატო ვამბობთ ჯამური 60%-ზე მეტი ალბათობა, იმიტომ რომ მეორე გადატანაზე, ერთ გადატანაზე ფაქტიურად გარანტირებულად თუ კარგი ემბრიონია, პაციენტს 35% ამის ალბათობა აქვს. ორჯერ თუ გადავიტანეთ, ეს ჯამური ალბათობა არის 60%-ზე მეტი. და ამიტომ პაციენტს ყოველ გადატანაზე მეტი აქვს ალბათობა ამ ორსულობის დადგომის იმ შემთხვევაში თუ სხვა ფაქტორები არა გვაქვს, როგორიც არის საშვილოსნოს დაავადებები და სხვა სომატური დაავადებები. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ალბათ პაციენტებისთვის. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორც ემბრიოლოგი ამდენი წლის გამოცდილება გაქვთ ხელმძღვანელობის, მუშაობის და ესე შემდეგ, მაინტერესებს როგორ ფიქრობთ, რატო არ ბრუნდება პაციენტი, როცა პირველ გადატანაზე ორსულობა ვერ მიიღო და სად არის ეს პაციენტი, მიდის სხვა კლინიკაში. თუ პაციენტს ეშინია, რომ ეს გაყინული ემბრიონი გადაიტანოს და შეიძლება ცუდი ხარისხის იყოს, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ფიქრობთ, რატო ხდება ესე? პირველი ძალიან საინტერესო რამ შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკაში მაგალითად აქვს პრობლემა რა უყონ იმ შენახულ ემბრიონებს, იმიტომ რომ ემბრიონი შეიძლება უსასრულოდ იყოს შენახული, იმიტომ რომ გამოდის ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული ეს ჭურჭელი ჯუვარები ქვია, რომელშიც -196 გრადუსზე ინახება უამრავი ემბრიონი, საწყობი არის გაკეთებული სპეციალური, სადაც კლინიკები აგზავნიან, შეიძლება ეს იყოს 1-3-4 შტატის იქეთ, 5-6 საათის ფრენის მანძილზე და კლინიკებს რადგან არ აქვს ამხელა ფართობი, რომ ეს ამდენი ჯუარი შეინახონ, პირდაპირ იგზავნება ემბრიონები ამ საცავში. პაციენტი თუ დაბრუნდება, შემდეგ იმ საცავიდან ხდება გამოთხოვა ამ ემბრიონის და მოდის კლინიკაში ამ პროცედურის ჩასატარებლად. რაც შეეხება კლინიკიდან კლინიკაში ტრანსპორტირებას. ჩვენთან ჩამოდის ემბრიონები მთელი მსოფლიოდან, ამერიკიდანაც, ავსტრალიიდანაც, აფრიკიდანაც და ეს ემბრიონები მშვენივრად გრძნობენ თავს. თავარია რომ ტემპერატურა, რომელიც არის -196 გრადუსი, სადაც ინახება ეს ემბრიონები გაყინულ მდგომარეობაში, იყო შენარჩუნებული და უძლებს ზოგიერთი ის ბალონი, რომელშიც ინახება ემბრიონი, დაახლოებით 300 დღეც კი შეიძლება არ დაუმატო და ის ინახავს ამ ეს ბალონი ინახავს ამ თხევად აზოტს, სადაც არის შენახული ემბრიონები. რა თქმა უნდა, ემბრიოლოგები ყოველ დღე ამოწმებენ ეს მათი ვალდებულება, რომ გაზომონ რა რაოდენობა არის აზოტის ამ ჭურჭელში და არის სატრანსპორტო ჭურჭელიც, ჯუვარები სატრანსპორტო, რომლებიც საკმაოდ დიდხანს ინახავენ ტემპერატურას. ახლა წარმოიდგინეთ, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოდის ემბრიონი. ავსტრალიიდან ჩამოდის ემბრიონი. და ახლა რა თქმა უნდა, როდესაც ვლაპარაკობთ საქართველოში ერთი კლინიკიდან მეორეში გადატანა, ახლა ეს იმდენად პატარა დროის მანძილი, რა ვიცი, რამდენი 1 საათი მე მგონი არ ჭირდება არც ერთი კლინიკიდან მეორე კლინიკამდე მისვლას და ის ბალონები, რომელშიც სატრანსპორტო ბალონებში, ჯუვარებში, რა ვიცი 24-78 საათი შეიძლება თავისუფლად გქონდეს ემბრიონი და არაფერი არ დაემართება. და ეს არ არის მარტო რეპროატის გამოცდილება, ეს მსოფლიოში ეს ხდება ქვეყნიდან ქვეყანაში. კი, ჩვენ გქონდა კიდევაც ძალიან საინტერესო კამპუს ვორქშოპი, ეს ჩვენი გაკეთებული, ერქვა სესია იყო მოგზაური კვერცხუჯრედები და ემბრიონები. ბრაზილიას თავისი ცალკე გარკვეული კანონმდებლობა აქვს, ის ემბრიონები უნდა მოხვდნენ ჯერ ამერიკაში, მერე უნდა მოხვდნენ არგენტინაში, მერე იქიდან უნდა ჩავიდეს. მთელი გზა იყო, რუკა იყო აჭრელებული ამ მოგზაურობით, სად რომელი ემბრიონი როგორ იგზით მიემართება და რა რეგულაციებს იცევენ. ასე რომ ეს იმდენად კარგად არის უკვე დავაგებული, რომ ეხა იმაზე ლაპარაკი, რომ ემბრიონის გადატანა ერთი კლინიკიდან მეორეზე იმას დააზიანებს, ან ემბრიონის შენახვა გინდაც 10 წლით და 15 წლით რამეს უზავს ემბრიონს, ეს გამორიცხულია. უფრო პაციენტებს მოაქვთ თუ საკურიერო მომსახურება? თუ საკურიერო მომსახურება, როგორ ხდება ეს? იცით რა, უცხოეთიდან უფრო ხშირად საკურიერო მომსახურება არის. საქართველოში პაციენტებსაც მოაქვთ თვითონ, მაგრამ ჩვენც ვეხმარებით, როდესაც ჩვენ კლინიკაში უნდათ რომ გადმოიტანონ პაციენტებმა ემბრიონები, რა თქმა უნდა ჩვენ თანამშრომელი მიდის მანქანით და მოაქვს ემბრიონი იმ სპეციალური სატრანსპორტო ჭურჭელით, რომელიც
გვაქვს რა თქმა უნდა კლინიკაში. თანამედროვე სტატისტიკით, პრინციპში როგორ აკეთებენ, ხო? სტატისტიკის ნაწილი არის ის, რომ სანამ ყველა ემბრიონის გადატანა არ მოხდება, მანამდე ვერ ვამბობთ რა იყო წარმატების მაჩვენებელი, ხო? და ეს ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ესე რომ ერთი გადატანა და რა მივიღეთ, რეზულტატი რა იყო. ამიტომ პაციენტებისთვის ისეთ საინტერესოა, რომ რეალურად სტატისტიკა არის იმ ერთ ციკლში მიღებული ემბრიონები, რომ ყველა გადავიტანეთ, რამდენი ორსულობა მივიღეთ, ხო? ან მივიღეთ თუ არა ორსულობა. აი ესეც ძალიან საინტერესო დიახ, ჯამური, ანუ კუმულაციური რასაც ჩვენ ვეძახით, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. კუმულაციური ორსულობა, კი, რა თქმა უნდა და როდის იწყებთ, აი უკვე ჩვენ ხო ესეთი გუნდი ვართ, ეს არ არის მარტო ექიმი, არ არის მარტო ემბრიოლოგია, ეს არის გუნდი, რომელიც მუშაობს ერთ პაციენტზე რამოდენიმე ადამიანი, ხო? მთელი გუნდი. როდის მოვუყვეთ ჩვენ პაციენტებს, როდის ვიწყებთ აი ესე ჯგუფი დაჯდომას და იმის განხილვას თუ რატომ არა გვაქვს თქვათ რაღაც გარკვეული წარმატება ამა თუ იმ პაციენტთან. და საინტერესოა რა თქმა უნდა რა ის მსჯელობები რაც მიდის ჩვენ შორის თითოეულ ემბრიონზე, თითოეულ პაციენტზე და რეზულტატი რეალურად ამას მოაქვს. ხო, პაციენტის წარმატებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვიცოდეთ რა შეგვიძლია გავაუმჯობესოთ. დიახ, გაბატონი გადა ზუსტად ეს მომწონს, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ ყოველდღიურად და ჩვენ ვაკეთებთ, როცა აი ამ დიაგნოზს როცა ვცვამ წარუმატებელი განმეორებითი იმპლანტაცია, ჩვენ უნდა განვიხილოთ რა მოხდა ამ პაციენტის შემთხვევაში და პაციენტი როცა მოდის, როცა წარუმატებელი იმპლანტაცია და გადატანა, პაციენტი მოდის და ამას ვუხსნით. და იცი ძალიან მომწონს ის ჩვენი მიდგომა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, როცა 3-ზე მეტი, 2-ზე მეტი გადატანა ქონდა წარუმატებელი პაციენტს, ჩვენ ფაქტიურად მოდის ჩვენთან წყვილი, ან მარტო პაციენტი ქალი და განვიხილავთ ამ მიზეზებს რა შეიძლება ყოფილიყო, რამ შეგვიშალა ხელი. და აი ეს გუნდური მუშაობა ერთი პაციენტის ირგვლივ როცა ამაში მონაწილეობს, აი ყველა ის ადამიანი ვინც მონაწილეობდა აი ამ განხილვაზე, ძალიან ხშირად ჩვენ პაციენტი ექიმი, რეპროდუქტოლოგი, ემბრიოლოგი, ანდროლოგი, აი ყველა ერთად და რამე სხვა დაავადებას თუ აქვს ოჯახის ექიმი, თერაპევტი, ენდოკრინოლოგი, გენეტიკოსი აუცილებლად და ესეთი სახის კონსილიუმები პაციენტთან ძალიან ხშირად გვაძლევს ძალიან კარგ ეფექტურობას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ჩვენი კლინიკის ფილოსოფია, რაც არის, რომ იყოს გამჭვირვალე ყველაფერი, პაციენტმა იცოდეს ყველაფერი მისი მკურნალობის შესახებ. და ერთად პაციენტთან ერთად ზოგჯერ გადავწყვიტოთ თუ რა გზით წავიდეთ, ან რა მივმართოთ იმისთვის, რომ მას კონდეს წარმატებული მკურნალობა და ძალიან ბევრჯერ გამიგონია არაპროფესიონალებისგან ეგეთი ხა ემბრიონების ბრალია თუ ექიმის ბრალია, არა, ხშირ შემთხვევაში ეს არის უბრალოდ ადამიანის ორგანიზმი, რომელსაც შეიძლება რაღაც მომენტში ვერ მოვერიოთ, თუმცა ხშირ შემთხვევაში წარმატებულები ვართ. თუ არა ეს წარმატება ძალიან გაგვიჭირდებოდა ხო მუშაობა ჩვენ ამ სფეროში. დიახ, და იცით რა მინდოდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რამდენად გახსნათ ვართ ჩვენ პაციენტთან. სამწუხაროდ იცით ესეთი სტატისტიკა ჩვენ ჩავატარეთ, 35 წლის ასაკამდე პაციენტების 35-40 და 40+. და გავაკეთეთ ესეთი ანალიზი. რომელი პაციენტი არ უბრუნდება რეპროდუქტოლოგს. ეს ჩვენ გავაკეთეთ ჩვენს კლინიკაში. მე მაქვს სტატისტიკის გამოცდილება და მსოფლიო მონაცემები და ასეთია. იცით, პაციენტი პირველად კონსულტაციაზე როცა ისმენს აი რეალურ შანსს და ის შანსი არ ემთხვევა მის მოლოდინს, სამწუხაროდ იშვიათად ბრუნდება ეს პაციენტი. ჩემი მიდგომა პაციენტის მიმართ ისეთია,
მე არ მიყვარს ზედმეტი ანალიზების ჩატარება საერთოდ და უფრო მტკიცებით მედიცინას ვეკუთვნი და მტკიცებით მედიცინაა ჩემთვის მთავარი და იცით პაციენტს ყოველთვის ვეუბნებით როგორი შანსი აქვს. და ის პაციენტის ალბათ 20% პაციენტის არ ბრუნდება და ანალიზი რო გავაკეთოთ, აი ზუსტად ის პაციენტები, ვისაც რეალური შანსი უთხარით, არის 3%, 5%. ჩემი კრედო ესეთია, პაციენტს თუნდაც 3-5% ქონდეს შანსი დაურსულების თავისი კვერცხუჯრედით, მე ყოველთვის პაციენტს ვეუბნები მოყვებით, ამას ვაკეთებთ. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ფინანსური ფაქტორი, დროის ფაქტორი, პაციენტის ფსიქოლოგიური ფაქტორი. ამიტომ თავარია ჩვენ მივაწვდინოთ ის ინფორმაცია, რაც არის რეალური შანსი პაციენტის. რამხელა ალბათობა აქვს ორსულობის დადგომის თავისი კვერცხუჯრედის, დონაციით, სუროგაციით, ჩვენს ქვეყანაში ეს ყველაფერი კეთდება და მე არჩევანია პაციენტზე, მაგრამ ეს გახსნილობა ექიმის და საერთოდ კლინიკის ესეთი პოლიტიკა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი ფინანსებზე რო ვისაუბროთ, არის დიდი კვლევა ასევე ჩატარებული იმ ქვეყნებში, სადაც ფინანსდება ინვიტრო განაყოფიერება. ძალიან დიდი პროცენტია ასევე პირველი წარუმატებელი ციკლის მერე, რომ აღარ აგრძელებენ მკურნალობას მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსებული არის მათი მკურნალობა რამოდენიმე ციკლი. ეს არის სწორედ აი ეს ახლა რასაც თქვენ ამბობთ, რომ ადამიანები არიან ფსიქოლოგიურად საკმაოდ დიდ სტრესს გადიან, როდესაც და რატომღაც ეს ჩვენი მკურნალობა აყვანილია ყავთ რაღაც განსაკუთრებულ რეგისტრში და თუ ეს და გონიათ რომ არის აუცილებლად უნდა მოხდეს ორსულობა და ეს არის ბოლო შანსი, რომ უთხრეს მათ რომ ახლა ჯერ უკვე უნდა წახვიდე და გაიკეთო ინვიტრო განაყოფიერება, ჩვენი მესიჯიც ეს არის რომ დაიგვიანებთ, ხო? იმიტომ რომ ეს არ არის ბოლო შანსი. და ერთი რამ რაც ძალიან მომწონს თქვენი მკურნალობის და თქვენი მიდგომები პაციენტებს, ეს არის სწორედ აი ისეთი პაციენტების მკურნალობა, რომელსაც 3-5% აქვს შანსი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ექიმი ამას ხელს არ კიდევს და პირდაპირ სთავაზობს დონორის კვერცხუჯრედის გამოყენებას. და მე ვიცი რამდენ პაციენტს თქვენ აი ამ თქვენი მიდგომით გააჩენინეთ თავიანთი ბიოლოგიური შვილი და ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. იყო ესეთი სიტუაციები კიდაც იმ არაჩვეულებრივ განვითარებულ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ინვიტრო განაყოფიერება ყველაზე უფრო განვითარებულია, ხო? იქაც კი ექიმები აი ესეთ პაციენტებს ხელს არ კიდებენ, იმიტომ რომ მათი სტატისტიკა ფუჭდება. ესე არის ის. მაგრამ მე ვიცი რომ თქვენ პირიქით აფუჭებთ სტატისტიკას ესეთ პაციენტებში, იმდენად კარგი რეზულტატები გაქვთ, რომ პირიქით ეს არის ძალიან საამაყოა მართალი რომ გითხრათ, რომ თქვენ აი ამას თქვენ თავზე ასე იღებთ. დიდი მადლობა ამისთვის და იცით რა, აი ძალიან მინდა პაციენტისთვის ვისაუბრო მაგაზე თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აი პაციენტს ზოგჯერ ვეუბნები, იცით, აი ძალიან მინდა, როცა პაციენტი მეუბნება, რომ იმ ექიმთან ვიყავი, ან ექიმთან და ძალიან ჩემს მიმართ პატივისცემულ კოლეგებთან იყვნენ და მაინც მოდის და უნდა რაღაც აზრი გაიგოს და ყოველთვის ვეუბნები, აი ძალიან მინდა ჯადოქარი ვიყო და რაღაც სხვა აზრი გითხრათ, მაგრამ ვერ გეტყვით და გეუბნებით რეალურ შანსს. ამიტომ აი ეს თქვენ რასაც თქვით, ჩვენი მესიჯი რომ პაციენტმა არ დაიგვიანოს, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ქმედებას და აი ჩვენი ეფექტურობა არის დამოკიდებული თუ როგორი ხარისხის ემბრიონს ვიღებთ. მასალა რა გვაქვს? ჩვენ სულ გვაქვს ორი სუბსტრატი, ანუ ერთი არის ემბრიონი და მეორე არის საშვილოსნო. და ის როგორ ემბრიონი და საშვილოსნოს აი ეს შერწყმა მოხდება, ეს არის დამოკიდებული, ალბათ 80% ამის როლი არის ემბრიონის. ემბრიონის ხარისხი არის დამოკიდებული კვერცხუჯრედის და სპერმატოზოიდების ხარისხი და ხარისხის მაჩვენებელი პირველ რიგში არის ასაკი. რა თქმა უნდა, ცხოვრების წესები და ასაკი ის რასაც ფაქტიურად ვერ ცვლით. და ჩვენ ემბრიონს ფაქტიურად ემბრიონის ხარისხს ვერ ვაუმჯობესებთ მარტო იმ შემთხვევაში თუ ცვლით ცხოვრების წესებს. სხვანაირად
ვერ ვცვლით ჩვენ ხარისხს. გასაგებია კარგი ცხოვრების წესები, ვიტამინები, ანტიოქსიდანტები და შემდეგ, მაგრამ გლობალურად ჩვენ ხარისხს ვერ ვცვლით. და რა რჩება, მაშინ ემბრიონი, ჩვენ ვაკეთებთ ემბრიონის სელექციას, ანუ გენეტიკურად ვირჩევთ იმ ჯამრთელ ემბრიონს, რომელიც უნდა გადავიტანოთ. და შეგვიძლია სელექცია გავაკეთოთ. სხვანაირად ვერაფერს ვერ ვაკეთებთ წარუმატებელ იმპლანტაციის დროს, მარტო ვირჩევთ. და მეორე რაც გვჩება, ეს არის საშვილოსნო და ძალიან კარგი დამოხერხებულია, როცა რეპროდუქტოლოგს თვითონ კლინიკაში აქვს მაგის საშუალება, რომ საშვილოსნოს კვლევა გააკეთოს თვითონ. რაც ჩვენ გვაქვს ჩვენს კლინიკაში, ყველა რეპროდუქტოლოგი აკეთებს ჰისტეროსკოპიას, ანუ საშვილოსნოს დათვალიერება სპეციალური ოპტიკა და სპეციალური აპარატურით და ჩვენ შეგვიძლია ჩვენს პირობებში მაქსიმალურად შევქნათ ის კარგი პირობები საშვილოსნოში, რომ დადგეს ეს ორსულობა. ფაქტიურად შეიძლება შევცვალოთ რაღაცა თუ არის პათოლოგია საშვილოსნოსი, მაგრამ ემბრიონის მხრიდან ვერაფერს ვერ ვცვლით, მარტო ვაკეთებთ სელექციას, ანუ ვირჩევთ ჯამრთელ ემბრიონს. ბატონო, და არის კიდევ ესეთი ფაქტორები, ალბათ ფინანსები მაინც პაციენტების პრობლემები, რახან სახელმწიფო მხოლოდ აჭარის რეგიონში ეხმარება პაციენტებს ამ მკურნალობის ჩასატარებლად, უფინანსებს ამ მკურნალობას. ალბათ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და მე რაც ამ სფეროში მუშაობ, ჩვენ არ მოგვიმატებია ფასი ამ მკურნალობის და იგივე ფასი არის, რაც იყო 10-15 წლის უკან. მე მგონია, რომ ესეც საკმაოდ დიდი ხელშეწყობა არის პაციენტებისთვის და ასევე თქვენი მეთოდები, აი ეს მცირე სტიმულაციით, კომბინირებული სტიმულაციის პროტოკოლებით, რომელთაც გაცილებით ნაკლები წამალი გამოიყენება, მაგრამ წარმატება იგივე არის, რაც უფრო სხვა სქემებით წაყვანილი მკურნალობა, ესეც ვთვლი, რომ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის. პირიქით ჩვენ შევცვალეთ ეს მიდგომები, რაც მეტი აქვს ასაკი პაციენტს და რაც ნაკლები აქვს ოვარიული რეზერვი, მით ნაკლებ დოზებს, რაღაც მოდიფიცირებულ პროტოკოლებს, რაღაც სხვანაირი მიდგომა არის და აი ამ შემთხვევაშიც ალბათ ეს რაღაც ფინანსურის მომენტიც ალბათ ამასაც აქვს დიდი მნიშვნელობა. და ესეთ პაციენტებში, ასეთ თუ პაციენტებში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა ექიმი მიუდგეს პერსონალიზირებულად და კარგია სტანდარტიზაცია აუცილებლად უნდა იყოს. მე მიყვარს ესეთი ტერმინი პერსონალიზირებული სტანდარტიზაცია. ანუ ჩვენს კლინიკაში არის ბევრი შიდა რეგულაციები გაწერილი, რაც შეიძლება ქვეყნის ფარგლებში არ იყოს, მაგრამ გამომდინარე საერთაშორისო გამოცდილებიდან, რასაც ჩვენ ვკითხულობთ სხვა ქვეყნებიდან, ჩვენ გავაკეთებთ შიდა რეგულაციას. ამიტომ აი სტანდარტიზაცია უნდა იყოს, მაგრამ უფრო პერსონალიზირებული მიდგომა პაციენტთან და ყველა პაციენტთან არ შეიძლება ერთდაიგივე პროტოკოლის სტიმულაციის და ერთდაიგივე წამალი მოქმედებდეს. ამას შედეგისთვის აქვს უდიდესი მნიშვნელობა და რაც მთავარია ეს კარგი ემბრიოლოგიას და ჩვენს კლინიკაში ყველა პირობები არის შექმნილი იმისთვის, რომ ეხლა ამ წუთას ვიცოდე თუ რა გაუკეთო პაციენტს. თუნდაც ის, რომ დიაგნოსტიკური ლაბორატორია გვაქვს. როცა ვაკეთებ სტიმულაციას, ჩემთვის მნიშვნელოვანია ავიღო პაციენტს ჰორმონალური ანალიზი და ნახევარ-საათში მივიღო პასუხი. თუნდაც ის ფაქტორი, რომ აქ კეთდება ჩვენთან პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება, ანუ გენეტიკური ტესტირება ემბრიონის, ეს ამცირებს ვადებს და იგივე ფინანსურ საკითხს რო დაუბრუნდეთ, ამცირებს აი ამ ფასის ფაქტორსაც, რასაც იხდის პაციენტი. არა და იმავე აპარატურით კეთდება, რაც მსოფლიოში საუკეთესო აპარატურა დგას გენეტიკურ ლაბორატორიაში. ეს ის საკვანძო მომენტებია, რაც შეიძლება ცოტა გაუმსუბუქოს პაციენტს ეს თავისი IVF ტექნოლოგიების ჩატარება.
კი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის გეთანხმებით, რომ ძალიან დიდი შრომა იყო ამაში ჩადებული, რომ ესეთი ინსტიტუტი, ლაბორატორია შეგვექმნა, რომ აქ ქუჩის ქუჩის არა, აქ მეორე შენობაში გადავიტანოთ ეს ბიოპტატები ყოველგვარი იმის შიშის გარეშე, რომ რამე არ დაემართოს ამ არაჩვეულებრივ უნიკალურ მასალას. მუშაობდით მართლა არაჩვეულებრივ ლაბორატორიასთან ამერიკაში, მაგრამ ორჯერ გაგვიჩერდა თითო თვით ბიოპტატები. ჩვენთვის რამხელა ფინანსური ზარალი იყო წარმოიდგინეთ. ეს კი ფინანსურად მათ ჩვენ ეს მოუხსენეთ ეს პრობლემა, მაგრამ ემბრიონის ხარისხი მაინც მცირდება, როცა ორჯერ ხდება, ხო, ამის გამოლყოფა და რა თქმა უნდა, ეს პრობლემა მოცილებულია ისიც, რომ უფრო ძვირიჭდებოდა პაციენტისთვის ეს ანალიზი, ვიდრე დღეს საქართველოშია და კი, რა თქმა უნდა, გარდა ამ ყველაფრისა, თქვენ რაც ბრძანეთ, რომ ამ ანალიზის გაკეთებაც უმცირებს ფასს მკურნალობის, იმიტომ რომ თქვა 20 ემბრიონი რო აქვს ადამიანს და 20 შეიძლება მე-20 ემბრიონი იყოს მხოლოდ ჯამრთელი, ჩვენ ამას ამ გენეტიკური ტესტირებით ვიგებთ და მარტო ის ჯამრთელი ემბრიონი გადაგვაქვს და აღარ არის ეს მრავლობითი გადატანები, რომლებსაც არ მოჰყვება ნამდვილად ვიცით არაფერი საინტერესო, ხო? ჩვენთვის რა არის მთავარი? ჯამრთელი ბავშვი რომ დაიბადოს, ხო? ამიტომ ხომ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და რა ვიცი, მე მგონი ჩვენი საუბრიდან ადამიანებმა, პაციენტებმა ვინც გვისმენენ, ალბათ გააკეთეს ეს დასკვნა, რომ მარტო ჩვენი ცოდნა, მარტო ეს არაჩვეულებრივი ტექნოლოგიები, რომლებიც გაგვაჩნია და აპარატურა, რომელიც დღეს რეპროარჩი დგას და არის, რა ვიცი, უახლესი და ამაზე უკეთესი უბრალოდ არ არსებობს მსოფლიოში, ეს არ არის მხოლოდ საკმარისი ჯამრთელობა, თვითონ პაციენტის ჯამრთელობა არის უმნიშვნელოვანესი და ამიტომ მესიჯი მაინც ესეთი იქნება, არ დაიგვიანოთ ჩვენთან მოსვლა. არ დაიგვიანოთ და გქონდეთ იმედი, იცით რამე ესე ვეთქვი პაციენტს, როცა პაციენტს ძალიან უნდა, მიუხედავად იმ რთული გზების, რასაც პაციენტი გადის და განსაკუთრებით საქართველოში, ვინაიდან ბევრი რამ ჩვენი ქმედება არის იმ რეგულაციებზე დამოკიდებული, რაც არის ქვეყანაში და ჩვენ გვაქვს მაგის უფლება, რომ გავაკეთოთ გენეტიკური დიაგნოსტიკა, დონაცია, სუროგაცია გამომიყვანოთ, ვინაიდან ამ ყველაფრის საშუალება ჩვენ გვაქვს, ფაქტიურად პაციენტ ძალიან რომ უნდა ის შურისუმისოდ არ რჩება არასდროს. კი. აი, ყავს ესეთი ურთულესი პაციენტები, რომელიც ძალიან რთულ გზას გადიან, მაგრამ მაინც აღწევენ წარმატებას. იმ დედობას აღწევენ, რასაც მოდიან. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იცოდნენ მათ, რომ რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა ხდებოდეს, რაც არ უნდა რთული გზა გქონდეს, ყოველთვის გამოსავალს გამოუძებნის თქვენნაირი ექიმი. დიდი მადლობა ნატო, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. მადლობა ჩვენს მაყურებლებს ნახვამდის და გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. დაგველოდეთ შემდეგი პოდკასტებიც ასევე საინტერესო იქნება.